მსოფლიოში პირველი ავტოსაგზაო შემთხვევა 1896 წელს მოხდა. ეს იყო იმ დროისთვის სრულიად ახალი მოდელის ავტომობილი, რომელიც ისიც იყო კონსტრუქტორმა არტურ ლეცელმა შექმნა და პუბლიკისთვის მისი შესაძლებლობების დემონსტრირება სურდა. ექსპერიმენტის დროს მან ქანას წინ ქალმა გადაურბინა და დიდი სისწრაფით მიმავალმა მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო. 54 წლის ქალი კი მსოფლიოში პირველი ავტოკატასტროფის მსხვერპლი გახდა. თუმცა იმ დროიდან დღემდე ავარიების რიცხვმა კატასტროფულად იმატა და ამის სხვადასხვა მიზეზები ისახელდება. არასწორი მანევრირება, საგზაო ნიშნების უგულებელყოფა, გადაჭარბებული სიჩქარე და ავტომობილების არაფრთხილ მდგომარეობაში მართვა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით დედამიწაზე საგზაო შემთხვევებში ყოველწლიურად საშუალოდ 1.250.000 ადამიანი იღუპება. 2016 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით 1424 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან დაიღუპა 153 და დაშავდა 1994. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით 2016 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით სიმთვრალის გამო 30.174 მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთვა. ალკოჰოლური თრობის დროს საჭესთან ჯდომის მოყვარული მძღოლების რაოდენობა საქართველოში თითქმის ყოველდღიურად მატულობს. შესაბამისად იზრდება ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობაც. 2016 წელს გამოვლენილი შემთხვევებიდან 7%-ზე მეტი თრომ მძღოლებზე მოდის. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა ახალი კანონით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტის თანახმად სატრანსპორტო საშუალების ნასურ მდგომარეობაში მართვის დროს მძღოლს 200 ლარის დაჯარიმების ნაცვლად 1 წლის მართვის მოწმობა ჩამოერთმება. თუ კი წესებს 18 წლამდე მართვის უფლების მქონე პირი დაარღვევს, მართვის უფლებას 2 წლის ვადით ჩამოართმევენ. განსაკუთრებით მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი ახალგაზრდებში. 15-დან 29 წლამდე ახალგაზრდების სიკვდილიანობის გამოწვევის მიზეზებს შორის პირველ ადგილზე ავარიებია. დაღუპულთა თითქმის ნახევარი 59% ფეხით მოსიარულე მოტოციკლეტისტი ან ველოსიპედისტია, ხოლო ყოველი 4 დაღუპულიდან 3 მამაკაცია. თბილისში მომხდარი გახმაურებული ავტოსაგზაო შემთხვევიდან ბევრს ახსოვს რუსთაველზე მომხდარი ავარია, როდესაც ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე შეეწირა. ის ტაქსში იჯდა, როცა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მანქანა დაეჯახა. ამ შემთხვევამ საზოგადოება ზოგადად ტაქსის სიმთვრალეზე და მძღოლების ლიცენზირებაზე აალაპარაკა. ეს თემა ახალი არ არის. მისი წამოწევა წინა ხელისუფლების დროსაც ცადეს, მაგრამ განხილვაც კი წამგებიანი აღმოჩნდა. ახლა ამაზე ისევ ალაპარაკდნენ, თუმცა დამოკიდებულებაში უარყოფითი დამოკიდებულება ჭარბობს. მე არა ვარ იმის მომხრე საერთოდ, რომ ადამიანმა თვალმა არ უნდა დაჯდეთ თვალი. არ თვალი და არც პახმელია უარესია, არ უნდა დაჯდეს. მაგრამ როგორც ეგეთი კანონები როგორ გამოვკაცრონ, საკმარად არის გამკაცრებული კანონები, კაცო. თვითონ ჩვენ უნდა შევიგნოთ და ჩავიდოთ თავში, რომ ის არ შეიძლება. აუცილებლად უნდა გამკაცრდეს სიმთვრალეზე, იმიტომ რომ თავი და თავი ავარიების 90% მოდის სიმთვრალეზე. რანაირი ჯარიმაც არ უნდა შემოიღონ და ახნიანი შენიაც არ უნდა იყოს მაინც ქართველი კაცი თავისაშუალება და რაღაც რეგულაციები აუცილებელია რა. უფრო გამკაცრებისკენ პატიმრობა ზედმეტია. ერთხელ გავაჩერე ტაქსი ბავშვთან, რომ მძღოლი იყო მთვრალი. ყოველ შემთხვევაში ალკოჰოლის სუნი იდგა ავტომობილში და უნდა იყოს. კი გასაგებია, რომ გაუჭირდებათ ბევრი ადამიანი ამით შოულობს ფულს, მაგრამ რაღაცა ნელ-ნელა უნდა დავემსგავსოთ ნელ-ნელა ქვეყანას, ჩემი აზრით. თბილისის მერიამ ტაქსების ლიცენზირების საკითხზე მუშაობა მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო, თუმცა ამ დრომდე რაიმე კონკრეტული გეგმა თუ როგორ მოხდება სფეროს კონტროლი ცნობილი არ არის.